ეს გახლავთ My Videosoft-ში ჩვენი ვიზიტის მიზეზი. TV Box-ი ეს არის ახალი პროდუქტი My Video-ჯისაგან. თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი IT კომპანიისაგან. ახლა მოახდეთ unboxing-ს, ვნახავთ რა არის აკომპლექტაციული ნაწილები. რისგან შედგება? ხუთი ვიპოვით საკუთრივ TV Box, ძალიან პატარა, ცოტა ადგილს დაიკავებს, დიზაინიც ყველა კანონის დაცვით არის დამზადებული. ცოტა გვერდზე გადავდგა ცოტა ხნით. ხუთში ნახავთ ინსტრუქციას, პულტს, რომელიც ძალიან გამოგვადგება. ტილპანის კაბელს, აკვების ბლოკს და HDMI ports. ძალიან სასიამოვნო დამატება, ვინაიდან არ დაგვიჭირდება ახალი სყიდვა. საკუთრივ ხარჯია თავისთავად. რაც შეეხება თავად box-ს, გადავგვიყვებით. Box გააჩნია Ethernet პორტი, თუმცა Wi-Fi-ც აქვს, თუ საჭიროდ ჩათვლით, რომ Ethernet-ი გჭირდებათ, კაბელური ინტერნეტის შეთანხმებაც შესაძლებელია. HDMI პორტი, მის საშუალებითაც მოხერხდება ტელევიზორზე შეერთება. USB პორტი, კვების წყარო შესაერთებელი პორტი, USB 1, USB 2 და კიდევ ერთი ეს არის micro SD ბარათის მოსათავსებლად არსებული პორტი. საკუთრივ სულ ეს არის, თავად box-ი როგორც ხედავთ პატარა არის, საკმაოდ მოსახერხებელია ერთ ხელში. თითქმის იფარება მთლიანად. და ადვილად შეეხამება ნებისმიერ ფირმის ტელევიზორს. DVD Blu-ray პლეიერებთანაც ძალიან კარგად და მოსახერხებლად შეიძლება დაიდოს. და რა შეუძლია ამ პატარა box შემდგომში ვნახავთ ძალიან საინტერესო და აქტუალური თემები ქართული ინტერნეტ მომხმარებლისათვის. ეს არის მოწყობილობის პულტი, როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი პულტი, არანაირი სირთულე მისათვისებაში წესით არ უნდა შეგექმნეთ. ეს უკან თავარ ეკრანზე დაბრუნება, ეს მანიპულაცია მაუსით, პარამეტრები, შემდეგი კანალი, დასტოპება, ხმის აწევა, დაწევა, უკან დაბრუნება და ასე შემდეგ. ერთადერთი პრობლემა რაც შეიძლება ვთქვათ და შეგექმნეთ, ეს არის თქვენი ან ტექსტის აკრეფა, მაგრამ My Video მომხრევაც იზრუნა, თავარი ის არის რომ რაც კი თქვენ გაქვთ ფავორიტებში დამატებული საიტზე თუ გაქვთ რაიმე ვიდეოები, ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება ამათი სინქრონიზაცია და ისინი ავტომატურად თქვენ დაგემატებათ თქვენს TV Box-ში, მას შემდეგ რაც შეიყვანთ თქვენს username-ს და parole-ს. ფაქტიურად username-ისა და parole-ის შეყვანა არის ერთადერთი ტექსტის შეყვანა, რაც შეიძლება მოგიწიოთ. თუმცა არც ერთი სხვა მსგავსი პროდუქტი, მათ შორის Smart TV, რომელიც გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე TV Box-ი არ გვთავაზობს უკეთეს, ასე ვთქვათ, ხერხს, რომ შევიყვანოთ ტექსტი. ეს გახლავთ TV Box-ის user interface-ი, რომელიც არის ძალიან მარტივი, ინტუიტიურად ძალიან ადვილად გასაგები. როგორც ხედავთ, პირველი რასაც ხედავთ ტელევიზია, ფილმები და ვიდეოები. ეს ინტერფეისი გამოჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიყვანთ თქვენს username-ს და parole-ს. ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ არხები, ფილმები, ვიდეოები, რაც ხელმისაწვდომია თვითონ My Video service-ზე. ესე იგი, ეს ქართული არხები, რომელიც ვრცელდება უფასოდ, შესაძლებელია მათი გადახვევა ნებისმიერ დროზე, არჩევა პროგრამების, რომლის ყურებაც გსურთ. და ყველაზე საინტერესო რაც არის ეს
MyVideo გვთავაზობს პლუს ამას დამატებული კიდევ უამრავი უცხოური არხი და მხოლოდ 15 ლარად თვეში. რაც ძალიან მომგებიანი უნდა იყოს, ვინაიდან საკაბელო ტელევიზიები გაცილებით უფრო ძვირი ღირს და გაცილებით უფრო ნაკლებად საინტერესო მარხებს გვთავაზობს. აი ჩვენ ხედავთ აქედან შეგვიძლიათ პირდაპირ ავირჩიოთ ნებისმიერი ტელეპროგრამა, ფილმები. ინტერფეისი მუშაობს ძალიან სწრაფად, არანაირი შეფერხება არ არის, რაც არის დამსახურება TV Box-ის შიგ თავსის. აქ არის Cortex A9 8-ბირთვიანი პროცესორი, 1.6 GHz სიხშირით მუშაობს, გრაფიკული ჩიპი არის Mali 400, ვინც Samsung-ის პლანშეტებს, smartphone-ებს და მას ასე შემდეგ იცნობს, ძალიან კარგად ეწოდინება ეს გრაფიკული ჩიპი, ძალიან ძლავრი, მხოლოდ ახლახან გამოვიდა მისი კაპიტალებული ვერსია, უფრო გაძლიერებული. ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება არის DDR3-ის 2 GB-იანი, 8 GB-ის შიდა მეხსიერებით და Android-ი 4.4.2. მართალია TV Box აქვს Wi-Fi-იც, მაგრამ რეკომენდირებულია მისი შეერთება უფრო Ethernet პორტზე, ანუ საკაბელო ინტერნეტით ჯობს. ახლა მოინახოთ რუსთავი 2-ს როგორ უჩვენებს. მაგალითისათვის, რა თქმა უნდა, ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ. აი თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში მიდის იმედი მაგას ყველაფერი კარგად არის. ყველა არხი არის თავის ადგილზე ადვილად ირთვება, არანაირი პრობლემა არ აქვს. ანუ თავიდან შეიძლება ადაპტაციის პრობლემა იქნეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, როგორც კომპანიაში გვპირდებიან, იქნება ძალიან სამყარო მხარდაჭერა პროექტის და მალე ალბათ ვიხილავთ უფრო გაუმჯობესებულ სერვისებს, თუმცა ახლა ძალიან კარგად და სწრაფად მუშაობს, როგორც ეს არის პულტი, რომლითაც ხდება საკუთრივ ყველა მანიპულაციის ჩატარება და ეს მანიპულაციები არის ძალიან მარტივი. თუ ჩვეულებრივი ტელევიზორი გაქვთ სახლში, აუცილებლად ადვილად გაერკვევით მის ფუნქციონალში. აი თქვა კიდევ ერთხელ რო ავირჩიოთ რაიმე და რომ ნახოთ თქვა ძალიან კარგ ხარისხში ძალიან კარგ ხარისხით, რაც დავარია ხმას ძალიან სუფტად ისმის. ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს ჩვეულებრივი. რაც დავარია პროდუქტი არის აქტუალური ქართული რეალობისათვის, თუ პირველად ქართველი ანუ ქართული საზოგადოების ინტერესებს პასუხობს, ყველაზე აქტუალური პროგრამები, ყველაზე აქტუალური ფილმები, გადაცემები. მაგრამ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, უცხოეთშიც წაღება მისი, თუ კი სადმე დასასვენებლად ან სამუშაოდ მიდიხართ, ნოსტალგიამ რომ არ შეგაწუხოთ, თუ ინტერნეტი გექნებათ, ყველგან შეძლებთ თქვენი საყვარელი ქართული გადაცემების თუ სერიალების ყურებას. Ну, აქედან გასვლა, თუ მოინდომებთ თქვენი იუზერის და პაროლის ანუ გამორთვას, აქ პარამეტრები, ხედავთ ჩვეულებრივი Android-ი. შესაძლებელია რა თქმა უნდა სხვა პროგრამების დაყენებაც, მაგრამ ნაკლებად არის ეს რეკომენდირებული, მაინც გვახსოვდეს რომ ეს არის უბრალოდ TV Box-ი და ადაპტირებული არის უპირველეს ყოვლისა მწარმოებლის, ამ შემთხვევაში MyVideo-ს სერვისებზე. ეს ბალანსი, ანუ ზემოთქმული ულტრა პაკეტისათვის თანხით გადახდა, აქედან ხდება ძალიან საინტერესო პროდუქტია, რაც მთავარია და ყველაზე სასიამოვნო, ეს არის რომ სრულიად საქართველოსია ნაწარმოები. ნახოთ ფილმების არჩევა შეგიძლია, უზარმაზარი ბიბლიოთეკა ფილმების დაყოფილი ძალიან მარტივად მოსაძებნად, ჟანრების მიხედვით. ძალიან
სასიამოვნოდ გაკურებული დავრჩით. ასე რომ გირჩევთ, ვისაც გსურთ მულტიმედიური მოწყობილობის სახში ქონა, მით უმეტეს როზეთი USB ბარათებიც ერთდება, flash ბარათებიც და თქვენი კონტენტის ძალიან ადვილად და მოსახერხებლად ნახვასაც შეძლებთ. დღეს ჩვენ ამით გემშვიდობებით. მადლობა სულთით მაი ვიდეოს TV Box-ის განსახილველად გადმოცემისათვის. მომავალ შეხვედრამდე.